რატომ არ არის თბილისის პარკებში მინდორზე წამოწოლისა და ბუნებრივ საფარზე დასვენების კულტურა? არსებობს ისეთი ბარები, სადაც ბალახზე ფეხით გავლა აკრძალულია, თუმცა ხალხმრავლობით არც ნებადართული ზონები გამოირჩევა. სალომე კასრაძემ დღეს ამ თემაზე თბილისელების და უცხოელი ტურისტების მოსაზრებები მოისმინა. ამ ფილმების ყურებისას ან საზღვარგარეთიდან დაბრუნების შემდეგ თბილისში ალბათ ერთხელ მაინც გასჩენია ვინმე სურვილი ბაღში გაესერინა და სკამის ნაცვლად ბალახზე წამოწოლილიყო. ეს პრაქტიკა მსოფლიოს უამრავ ქვეყანაშია დამკვიდრებული. თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ პარკში კი საღამოს 6 საათზე ასეთი გარემოა. ბალახზე არავინ დადის. ახალგაზრდები კი ქვის დასაჯდომებზე ისვენებენ. პარკში ამ კრძალავ ნიშნებს ვერ ნახავთ. ბალახზე გადასვლის შემთხვევაში მხოლოდ დაცვა გაგაფრთხილებთ. არასდროს არ იყო შესაძლებლობა ამისი? რიყის პარკში უქმე დღეს ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი ეკა ნადარეიშვილი უცხოელ მეგობრებთან ერთად ატარებს. ამბობს, რომ ბალახზე გადასვლის შემთხვევაში თავს უფრო კომფორტულად იგრძნობდა. კარგია გამოხვალ ბუნებაში დაждები პლეც გააფენ რაღაცა. ეს რო აკრძალულია ცოტა რაღაცა დონესთან იცით რომ როცა აკრძალულია უფრო მეტად და მეტად გინდა. ალბათ რო არ ყოფილიყო ამდენად ხა არ გავგიზებოდი, მაგრამ ხა ასე ციცხეში აი იწვევი რაღაცა, ხის ქვეშ რაღაცა წამოწვევი ძალიან კარგი იქნებოდა. პარკში გაზონზე წამოწოლილი ხალხის ნაკლებობა ეკას უცხოელ მეგობრებსაც უცნაურად ეჩვენებათ. ესტონეთში ძალიან ბევრი პარკი გვაქვს ყველა ქალაქში. ყველგან არის ნებადართული წამოწოლა. ხალხი მიდის სამეცადინოდ, უბრალოდ დასასვენებლად. ჩემთვის უჩვეულოა თბილისში რომ ასე არ ისვენებენ. თბილისში ქვეყნის დედაქალაქში ბევრი ტურისტი ჩამოდის. მათ პარკებში აკრძალვების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. ვერ ხვდები რა საჭიროა, რატომ არის ცუდი ბალახზე წამოწოლა. არ ვთვლი ამაზე, როცა ადამიანი საზოგადოებაში იქცევა ისე როგორც თავისთან სახში. ტურისტებს არ ეთანხმება თბილისის მცხოვრები 19 წლის ალბერტ კარმაზიანი. რიყის პარკთან ახლოს ცხოვრობს და აქ ხშირად სეირნობს. მოსასვენებლად კი ქვის ან ხის დასაჯდომს ირჩევს. ჩემ თავს ევროპულ ადამიანად არ ვთვლი, მე ვარ კავკასიელი პირველ რიგში რა და ჩვენ ტრადიციებს ეგ არ უხდება. რატომ? ეს ვინ თქვა? მე ვთქვი, ასე ვთვლი. კავკასიაში ბალახზე დასვენების ტრადიცია ჯერ კიდევ საუკუნე ნახევრის წინ არსებობდა. ივან აივაზოვსკიმ თბილისის ეს ხედები 1868 წელს დახატა, სადაც ხალიჩაზე წამოწოლილი თბილისელები ბუნებაში ისვენებენ. როდესაც არსებობდა თქვათ თბილისის ეროვნული პარკი, მე იქ ახლოს ცხოვრობ და მე ვიცი რომ ნახევარი თბილისი გამოდიოდა იქ შაბათ-კვირას დასასვენებლად ოჯახები. ანუ ეს კულტურა არსებობს, თავარია ჩვენ ვიცით ამ კულტურის გამომჟღავნების საშუალება, ანუ მოვაწყოთ ის ადგილები, სადაც ადამიანებს შეუძლიათ რომ წავიდნენ და დაისვენონ. თბილისის მერიაში უკვე მუშაობენ ახალი სარეკრეაციო ზონის გაშენებაზეც, რომლის ფართობი 24 ჰექტარი იქნება. პარკი უზრუნველყოფილი იქნება იმ ინფრასტრუქტურით, რაც ადამიანებს განდვირთვის საშუალებას მისცემს. თემაზე მუშაობის დროს მხოლოდ ეს ორი გოგონა ვნახეთ, ვინც დედაენის ბაღში ბალახზე ისვენებდა. ვაკის პარკი, მუშტაიდის ბაღი, ზიური. ამ სარეკრეაციო ზონებში მოლზე გადასვლა აკრძალულია ან ამის სურვილი მოსახლეობას არ აქვს.